ჩვენი მეგობარი ადამიანი რომელსაც უკვე ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს წარდგენაზე დაჭირდება ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი ირინე აყაპიშვილი რომელიც ფლობს მრავალ მხრივ ტექნიკას იმისთვის რომ ვიყოთ უფრო ბედნიერები წარმატებულები და ესეთი ამბავია ჩემი სალაპარაკო ნაკლები არის ამის შენი თემა მიდი შეგიძლია წამოწე დაიწყო და თემა ასეთია როგორ დავიცვათ თავი ასე ვთქვათ ენერგოვამპირებისგან, რომლებიც ჩვენს გარშემო მრავლად არიან, დიახ, როგორ უნდა გავისუფთავოს ჩვენი დაბინძურებული აურა და ჩამოვიშოროთ ასეთი მავნებლები ჩვენი. მე ჩემი მეთოდები. ეს მომეწონა. ამას დავიმახსოვრე. გამარჯობათ ხალხო, დილამშვიდობისა როგორ ხარ? გამარჯობათ. როგორ ხარ ხალხო? ხა ვიცი, ყავს ჩვენი პატარ-პატარა ჩამოსაჩვენებლები. ეს მართლა მომეწონა ძალიან მაგარია და მოგავიხედო და დავიმახსოვრო. კი ბატონო, ესე იგი დღევანდელი თემა ენერგეტიკული ვამპირები ნაწილი 2. დედათან რამდენი არიან? მე მგონი ნამდვილ ვამპირებზე მეტი ეგენი არიან ენერგოვამპირები. ნამდვილ ვამპირებზე ვერაფერს მოგახსენებთ, არ ვიცი, მაგრამ ენერგეტიკული ვამპირებს. მიხდი ხო? ენერგეტიკული ვამპირი რეალურად არ მინდა დავარქვა პრობლემაა, მაგრამ ისეთი რაღაცა რომ უნდა მივაქციოთ ყურადღება და დავიცვათ თავი თუ საქმე მიდის იმაზე რომ ზიანდება ჩვენი ენერგოველი და შესაბამისად ჩვენ ამას აუცილებლად ვიგრძნობთ. სამ ნაწილად მინდა გავყო თქვენ დროში როგორ ვეტევით მე მითხარით ხო ვიცი კი ამიტომ მინდა მნიშვნელოვანი მომენტები ასე ვთქვათ მაშინ საერთოდ არ შეგვიძლია ხელს არა როგორ პირიქით მიყვარს თქვენთან საუბარი და სტუმრობა კიდევაც ასე რომ გაიხარეთ პირველი რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება ის არის თუ როგორ ამოვიცნო საერთოდ ეს ენერგეტიკული ვამპირი ვინ არის ეს ვამბობთ ენერგეტიკული ვამპირი და რეალურად ვინ არის ხო ჩვეულებრივი ადამიანია ჩემნაირია თქვენნაირია აუცილებლად კი არა მარტო იღლებით იცლებით კიდევაც და აი აქ ორი ჯგუფია პირველი ჯგუფი არის ძალიან აქტიური და მეორე ჯგუფი არის პასიური ანუ აქტიური ვამპირი აუცილებლად ჩვეულებრივი ენით რო ვთქვათ აქტიურობს კიდევაც და არის საოცარი манипуляტორი. ოღონდ ხმაურიანი манипуляტორი არის, რომელიც აუცილებლად ჩხუბობს, ან პროვოკაციაზე მუშაობს, ცდილობს ყველანაირად, რომ თქვენ შემოგიყვანოთ აი ამ გაუგებრობაში და დაგაცლევინოთ ენერგიისგან. მეორე პასიური ვამპირი. აი ესეთი უბრალოდ არ ჩხუბობს, არ ჩვეულებრივად, მაგრამ იმდენად გლის ანუ მას უაზრობებზე გაკეთებს გალაპარაკებს არა მარტო თვითონ აი ხო სიტყვას რო ვერ ჩააგდებ მარტო თვითონ არ ლაპარაკობს აი რომელ კატეგორიას ეს არის თქვენ რაც ბძანეთ პასიური ვამპირი აი ეგ არის პასიური თუ ძალიან ხმაურიანი არ არის ეს არის პასიური და ნახეთ რითი განსხვავდებიან კაი არ აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა რითი მიხვდეთ რითი როგორ ამოვიცნოთ ხო ეს ადამიანები პირველ რიგში აუცილებლად საუბარში შეეცდება უარყოფითზე და ნეგატივზე გაამახვილოს ყურადღება ყველაფერი ცუდად არის, ვაიმე იმას ეს დაემართა, ეს იმას დაემართა, თუნდაც სატელეფონო საუბრის დროს, თუნდაც აი ესეთი ჩვეულებრივად შეხვედრის დროს შეიძლება მას კონკრეტულად რაღაცა არ აქვს, უბრალოდ ინფორმაციებს აგროვებს და მე ამას ეს ცალკე თემა კიდე ეს ხელოვნებაა დღესდღეობით რომ დაინახო ის კერი დადებითის რაღაცა კარგის რომ დაიმუხტო შენს და სხვებსაც ეს გაუზიარო ეს ბევრად უპროტულია მაგრამ აი ეს პასიური ვამპირი იგივენაირად იქცევა ასე ვთქვათ, უბრალოდ არ ხმაურობს, მოდით ესე ვთქვათ, მაგრამ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ელემენტარულად ვერბალური, აი NLP-ის დონეზე, ფსიქოლოგიის დონეზე, მაგალითად თუ იწყებს საუბარს იმაზე, რომ ამახვილებს ყურადღებას ცულზე, აი მეზობელი ესეა, ეს ისეა რა, განსაკუთრებულად უყვარს ფრაზა რა გვეშველი. რა გვეშველი. აი ეგრევე ამ ფრაზას. არაფერი უნდა უყუროთ. არა, ესეთი რაღაცა არის, რომ უნდა გადაატანინოთ ყურადღება სხვა მესამე რაღაცაზე. ოღონდ ის მესამე შეიძლება რეალური იყოს, შეიძლება მოფიქრებული იყოს, თავარი ის არის, რომ აი ეს ყურადღება გადავატანინოთ მესამეზე და არა ჩვენზე. და რას ვაკეთებ? აი ყვება, რომ აი ეს მეზობელი რაღაცა და რა ეშველება და რაღაცა, პასუხი ეს რა, შენ არიცი, იქ რა ხდება. ოღონდ იქ და ის მესამე ხო გეუბნები, შეიძლება მოიგონო, შეიძლება მოიგონო კიდევაც და რეალური სხვაც არის, რომ ენერგიას გართმევს, რომ უნდა დაჯდე. მოიგონო ისტორია, რომ ეს როგორ სხვანაირად ეგ რა არის, კვარაცხელი აგერ იტალიის ჩემპიონი გახდა.
ეს კარგია და ცოდვა ის კვარაცხელია, იმიტომ რომ კვარაცხელია სჭირდება ეს თავისი ენერგია და ეგ რო გადავაკანინო დადებიძე. იქ იმაზეც იმოქმედა. ცოდვა. ეხლა ნუ შორია რა თქმა უნდა მანძილი თავისაშვება, სად ჩვენ მაგალითად 1 მეტრის მანძილზე ვსაუბრობთ და პლუს კიდე რა ახასიათებთ გამახსენდა და მინდა გითხრათ თქვენს და თქვენს რომ შეეცდება აუცილებლად შეგეხოს. აქტიურად შეგეხოს აუცილებლად ან თმაზე, ან ტანსაცმელზე, ან ჯობია კანზე. ნუ მისთვის ჯობია, ჩვენთვის არანაირად არ ჯობია. ჩვენთვის არანაირად არ ჯობია. მოკლედ აი ეს არის გამახასიათებელი ნიშანი და არანაირად არ უნდა მისცეთ უფლება ასეთ ადამიანს, რომ აი ეს პირადი სივრცე დაარღვიოს. როგორც ის იყო, ტყლაცა ხელოყუღმა და ეგ არის. წარმოიდგინე როგორია, რომ აი მეზობლისგან დააღწიო თავი, იმისგან და ოჯახის წევრი რო ერთად საერთოდ რო უყარხარ როგორია? ოჯახის წევრი, მაშინ უნდა მოგიყვეთ ერთი რაღაცა ოჯახის წევრზე. ხალხი როგორ გამოვიდეთ, ირინა, შენ ეს დეტალურად უნდა გვასწავლო. ამასაც გასწავლით, ტექნიკასაც გეტყვით, თუ მოვასწრებთ კიდევაც და განწმენდას რაც ეხება ყველაზე ეფექტური საერთოდ რაც კი მოგონილი არის და რაც კი გამოყენებულია და პრაქტიკა მოიტანა არის სანთელი ხალხნო. თუ არის პროგრამული და სპეციალურად იმაზე არის შექმნილი, რომ მოხდეს განწმენდა, ასე ვთქვათ, განეიტრალება ნეგატივის, ძალიან კარგია. თუ არა და ნებისმიერი სანთელი შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, თავარია იყოს ნატურალური. აუცილებლად ამასაც გეტყვით, მაგრამ მე მინდა დაუბრუნდე ძალიან მტკივნეული თემა, ანი თქვენ ასე ვთქვათ, კი ოჯახის წევრი, საუბარი ერთია და როცა აი რეალური ცხოვრებიდან მოგაქვს მაგალითები და მე შემიძლია დღეს გაგიზიაროთ, ისეთი არაფერი, მაგრამ მაინც საფიქრალია. ბავშვზე მაქვს საუბარი. პატარა არის, მაგრამ არის ჩამოყალიბებული ვამპირი. ენერგეტიკულ ვამპირობაზე მაქვს საუბარი და რატომ მიხვდებით უბრალოდ სიტუაციას გეტყვით და როგორ არის. მოკლედ, მრავალშვილიანი ოჯახია და შუაში მოკლედ ბავშვების დაბადების დღე არის. არ დავასახელებ მერც არაფერს რა. ხო და რა თქმა უნდა, მშობლები და მთელი ოჯახი ემზადება იმისთვის, თუ როგორ უნდა ვიზეიმოთ, როგორ უნდა აღვნიშნოთ, როგორ უნდა ვასიამოვნოთ ის იუბილარები, ვინც არიან, ბუშტები, ტორტები და ამბები, მოკლედ ყველა კაი ხასიათზე ეს წინა სამზადისის მომენტია, ყველას გვიყვარს, თან დაბადების დღე არის, ამბები და ეს პატარა ბავშვი რო ხდება, რომ ეს ოდნავ დააკლდა ყურადღება მშობლებისგან და სიტუაციისგან, გასაკეთებს. გაექცა საკვები. ისტერიკა, ჩხუბი ტირილი ისეთი, რომ იუბილარზე უკვე აღარავის არაფერი არ ახსოვს და კატეგორიული მოთხოვნა, აი პატარა 4 წლის ბავშვისგან როგორია. მე მინდა რომ აღინიშნოს ჩემი დაბადების დღე იმათთან ერთად, ტორტი მე მინდა ცალკე და მე მინდა საჩუქრები. და გარდა ამისაო, მე ტორტი ცალკე თუ არ მექნება, ხა გამაჟრიალა რომ ყვები, იმიტომ რომ რეალურია ეგა. ჩემი ტორტი თუ არ იქნება, აი იუბილარების ტორტზე ხო იქნებაო სანთლები. და მე უნდა კი. ანუ ეს რას ნიშნავს? ჩავაქრო რა? ართმევ სურვილს. ანუ რატო ვაქრობთ იმ სანთლებს? ხო გეუბნება რომ მიდი მოდი მოემზადე, ჩაიფიქრე და რაღაცა. რას ამ დროს ირიდა უყურებდა და აჟრიალებს. ეხა მაჟრიალებს რო ყვები, იმიტომ რომ როგორია მშობლებს უთხრა რომ იცი რა, აი უნდა მიაქციო ყურადღება. ასე რომ ოჯახის წევრი ძალიან ხშირად ტიპოდში ყურში საოცარი ხმები მესმის. ენერგოვამპირი არა უზრდელი. ნუ ჩვენ მეტაფიზიკის გადმოსახედიდან ასე ვთქვათ, მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით რა, რომ მშობლებმა ეგ შეასრულეს. ოღონდაც. მაგით ვარი უზრდელი ძმაში. ნუ ეგ ცალკეა კიდე, მაგრამ